პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს საკანონმდებლო ორგანოში წინა საარჩევნო პერიოდში სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა არხის საკაბელო ქსელში ჩართვის საკითხი და ჩქარებული წესით მიიღეს 98 არცერთის წინ ამდე გასეთ იყო კენჭისყრის შედეგები. დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ცვლილება ხელშეუწყობს მოსახლეობას მაქსიმალურ ინფორმირებას არჩევნების პროცესში, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა ცვლილებებში მათი აზრის გათვალისწინებაც მოითხოვეს. ის რომ არჩევნების დღეს სრულდება ვალდებულება კაბელებს და მაუწყებლებს შორის მიაღწიონ შეთანხმებას, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ამ დღეს მოხდება შეწყვეტა და მოხდება ტელევიზიებს და კაბელებს შორის არსებული ურთიერთობის გაწყვეტა. სრულდება ვალდებულება, მაგრამ არ არსებობს იმის ვალდებულება, რომ ამ დღეს მოხდეს მაუწყებლობის და სიგნალის შეჩერება. თუ საკაბელო მაუწყებლები და სატელევიზიო არხები მოახერხებენ მიაღწიონ შეთანხმებას, მოახერხებენ გააგრძელონ საკუთარი თანამშრომლობა და მოახერხებენ იმას, რომ მისაღებ კომერციული შეთანხმების ფარგლებში ეს მაუწყებლობა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, ამას ჩვენ მხოლოდ მხარს დაუჭერთ. ამიტომ ამ შემთხვევაში მე მინდა გავახმოვანო ჩვენი პოზიცია, რომ სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს საკაბელო მაუწყებლებსა და სატელევიზიო არხებს შორის შეთანხმების მიღწევას და მხარს დაუჭერს და წაახალისებს, თუ ეს შეთანხმება ძალაში იქნება არჩევნების შემდეგაც, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ დაკისრებული ვალდებულება დასრულდება. არჩევნების დღეს სრულდება მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში, სრულდება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ სავალდებულო წესით ვაკისრებთ კაბელებს და ტელევიზიებს, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ჩვენ მხარს დაუჭერთ და წავახალისებთ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მიცევს საკაბელო მაუწყებლებს და სატელევიზიო არხებს გააგრძელონ თანამშრომლობა და გააგრძელონ ის, რასაც ჩვენ სავალდებულო წესით ვამკვიდრებთ წინა საარჩევნო ორთვიან პერიოდში. ამიტომ ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული სხვადასხვაობა არ უნდა იყოს. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით ტექსტი და ფორმულირებები არის შეჯერებული და შეთანხმებული და მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ პროცესში.